ამას წინ უსმენდი ინტერვიუს პოდკასტში ალან დე ბოტონთან, რომელიც არის ფსიქოთერაპევტი, მაგრამ ფილოსოფიით დაიწყო და მე მგონი გახდა ფსიქოთერაპევტი და ძალიან მოკლედ საინტერესო მოსასმენი კაცია და კარგი მსჯელობები აქვს. სხვათა შორის არ ვიცი თუ გახსოვს ბარბიმ იცის ეს School of Life რო არის YouTube-ზე, მაგისი არის, ანუ კონტენტ კრეატორიც არის ამასთან პარალელურად. ხო და ლაპარაკობდნენ იმაზე, მეგობრებზე და ახალი მეგობრების გაჩენაზე და გამახსენდა ჩვენი ეპიზოდი ზუსტად. და ძალიან კარგი რაღაცები თქვა, რატომ გავიჩინეთ მეგობრები მაგალითად უნივერსიტეტის პერიოდში და ახლო მეგობრები უმეტესობას მაინც რაღაცა მაგ პერიოდიდან ყავს და იმიტომ რომ ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს და ისეთ რაღაცნაირ სიტუაციებში ვატარებთ ამ მეგობრებთან დროს, რომელიც ერთმანეთთან გვაახლოვებს. დაახლოებით იგივე რაღაცებს ლაპარაკობდით ჩვენს პრინციპში, ჩვენს პოდკასტის ეპიზოდში მაშინ, მაგრამ აქ კიდე რაღაც სხვა იმაზეა მომენტებზე, რომ ანუ უბრალოდ რაღაც სადღაც სადილზე კი არ ეპატიჟები ამ მეგობრებს და მაგითი სირგულის ხეთქართ და არაფერს ისეთ მნიშვნელოვანს არ აკეთებთ და მნიშვნელოვანს კი არა და გახსნილს რა ერთმანეთთან რაღაც ისე არ ხართ მოკლედ და ცოტა უფრო ისეთი და შებოჭილი და ხელოვნური გარემო არის. და ამ უნივერსიტეტის პერიოდში რაღაცებს აკეთებთ, საყოფო ცხოვრებო რაღაცებს აკეთებთ რა ერთად. და რაღაც მოლში ერთად წასვლა და ეგეთ რაღაცები და მე ინტერვიუერი ვინც არის ისიც კომიკოსი არის ერთი ძალიან მომწონს ის კაციც. ისიც ახის რომ ჯერი საინფელდს ჰქონდა ესეთი თეორია, რომ შვილებთან უნდა გაატარო garbage time, ნაგავი დრო, რაც ნიშნავს, რომ არაფერი რო არ ხდება და მაინც ერთად რო ხართ და ეგ არის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი პერიოდიო და მეგობრებთანაც მოკლედ ესეთი garbage time-ის გატარების საშუალება უნდა გქონდეს რა, ალბათ რაღაცა იქ არ ვიცი, ერთად მეცადინეობთ, მერე უბრალოდ ერთად ახენგაუთებთ, რაღაც ერთმანეთთან რჩებით გძინავთ, დილით და მერე ეხა გამახსენდა, რომ ბარბისთან ძალიან ბევრი დრო მაქვს გატარებული რა სახლში და რამდენი რაღაცები გვაქვს და საუზმეები ერთად ნაჭამი და ეგ ყველაფერი გაახლოვებს და არ ვიცი 30-ს მერე გრე მაინც როგორ უნდა მოაწყო ეგ ყველაფერი, რომ უბრალოდ კი არ სადილად ხდებოდეთ, ანუ ეგეთ კავშირებს ამყარებდეთ. მე მგონი ფიზიკურად მაგის სივრცე და დრო არ არის რა, თუმცა ეგეთ რაღაცები აახლოვებს, ანუ რაღაც ისეთი დრო უნდა გაატაროთ ერთად, რაც ალბათ უფრო ერთმანეთთან გაგხსნით და დაგაახლოვებთ და ამიტომ იქნებდა ახალ გაცნობილ მეგობრებთან ვისთანაც დაახლოება გვინდა, ესე მოლში უნდა ვიაროთ მათთან ერთად და საყიდლებზე და რაღაცა სიცოცხლეებზე. ბავშვს გავუვაროთ სკოლაში ერთად და ნაყინზე წავიყვანოთ. არ ვიცი, ისეთი ასე მუშაობას საჭიროებს და დამუშავებას ესე თან მაგის გატესტვის დრო ისა აქვს და მაინც მგონია, რომ იმდენი დრო არ გექნება ადამიანს, რომ ეგ ყველაფერი ჩატენო მაგ იმაში, რა ქვია, დაკავებულ დროში, როდესაც მით უმეტეს უკვე დასრული ხარ და ოჯახი ყავს და სხვა პასუხისმგებლობები რა. ამიტომ მოკლედ კარგი მეგობრების გაჩენის ფანჯარა მაინც უნივერსიტეტის პერიოდია, როცა არაფერი საქმე არ გაქვს გარდა სწავლისა და ახალი ადამიანების გაცნობისა და მათთან დაკონექტებისა. ალბათ მაინც ის არის 30-ს მერე ახლო მეგობრობები ცოტა განწირულივით არის. ბოლომდე არა, მაგრამ ისე რა მაინც ისეთი მოკლედ ისეთი მყარი საფუძველი არ აქვს. ალბათ 30-ს მერე გაჩენილი მეგობრები
რაღაც 60-ის რო იქნები, მაშინ თუ შემოგირჩებათ ეს რაღაც ერთმანეთთან ურთიერთობა, მაშინ შეიძლება გაუტოლდეს იმ მეგობრობებს, რაც უნივერსიტეტის დროს შექმენი, არ ვიცი. მოკლედ რაღაცა ეგეთ, მაგრამ აი ეს garbage time-ის კონცეფცია და აი ერთმანეთთან უსაქმურად საქმიანი დროის გატარება ეგ მომეწონა რა. რო აი უბრალოდ რო ხარ ადამიანთან ეგ რო გაახლოვებს. კარგი იყო. რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? გაქვთ ეგეთ დაკვირვება, გახსენდებათ თქვენი ვინმე მეგობრები, ვისთანაც ესე garbage time-ით გატარებით დაახლოვდით?